გამარჯობა მეგობრებო, ეს პირველი ქართული მოტოლოგია, მე სუპერსკინი ვარ. დღეს გესაუბრებით იმაზე თუ რა შეცვალა რეალურად აი ამ მაყუთში დაყენებამ, ანუ მოხსნილი არის M4, როგორც ხედავთ და მივაყენეთ სტოკი, რაც მოყვება ხოლმე ამ მოტოს. ყველას მინიმუმ ერთხელ მაინც უკვე მოხვდებოდა თვალში და ყურში აი სამები, რაც ქარხნულ მაყუჩებს და ზოგადად ხმაურიან მაყუჩებს მოყვა. ბევრმა გამოთქვა აზრი, ნახევარზე მეტი ჩემი აზრით იყო ტრაკის თამაში და რა ვიცი, ვიღაცების პოზიციების გამყარება. რეალურად არავინ ჩემი აზრით საკმარისად ის სიმართლე არ თქვა, რაც უნდა თქმულიყო. ერთ-ერთი პირველი ვიყავ, ვინც ამ თემაზე ზოგადად ვიდეო ჩაწერა, მაგრამ საბოლოო ჯამში შედეგად ვერ მივიღეთ ვერაფერი. ადამიანები შეხვდნენ ინფლუენსერებს და მე არ მეგულება სხვაგან გარემო არსად არც ერთი ქვეყანა, სადაც ინფლუენსერებს აწყვეტინებენ, ან ეკითხებიან, რანაირი უნდა იყოს კანონი, როცა არსებობს ამდენი ევრორეგულაცია და არა მარტო евро, ჩვენზე ბევრად უფრო განვითარებული ქვეყანა თავისი რეგულაციით, ტრანსპორტის მაყუჩის ხმასთან, დასაშვებ დონეებთან და ასე შემდეგ დაკავშირებით, თუმცა რატომღაც ჩვენთან ესე გადაწყდა, რომ თურმე იმ ადამიანებს, ვისაც ფოლოვერები ყავთ, უნდა კითხონ, ну ალბათ საბოლოო ჯამში ალბათ ყველა ხვდებით, არანაირად რო კავშირში არ არის მართლა იმასთან, თუ როგორ ჯობია, რომ რაიმე იყოს ამ ქალაქში, თუმცა ну ეს საუბარი შორს აგვიყვანს. მოკლედ, წყნეთში მაქვს საქმე, რატომაც არა ვისაუბროთ გზაში გეტყვით ჩემ აზრს. პირველ რიგში დავიწყოთ ხმით. ერთი მიკროფონი მიდევს ჩაფხუჩი, საიდანაც გესაუბრებით და მეორე მიკროფონი ჩავდე აქ, იმიტომ რომ აი ამ ახალი მაყუჩის ხმის გამო საერთოდ აღარ ისმის ჩანაწერში არაფრის ხმა ქარის შრიალის და ჩემი მეტყველების გარდა, რის გამოც მომიწია, რომ ნუ ეს მეორე მიკროფონი ჩამედო აქ. პირველად ვაკეთებ ამას, ექსპერიმენტია. არ ვიცი, ნახოთ როგორ ჩაიწერს თუ არა და ნუ ჩემი საუბარი იმედია კარგად ისმის და ჩემს სათქმელს გეტყვით. უბრალოდ მოგასმენინებთ ხმას. მაყუჩის დაყენების ვიდეო, რა თქმა უნდა. ნახე, გექნება თუ ჩემ არხს ადევნებთ თვალყურს, წინა ვიდეო არის, სადაც ვაჩვენებ ზუსტად როგორ შევცვალეთ, იმიტომ რომ ალბათ ბევრი იქნება ისეთი, ვინც ხელი ჩაიქნია უკვე ამ მასკარადზე, რაც ხდება და გადაწყვიტა, რომ ჯანდაბას გამოიწეროს ეს ქართული მაყუჩი, რომელიც ყველა სხვა ქვეყანაში ფაქტიურად ნაგავი არის და არც ისე ძვირად იყიდება. სწორედ მაქედან გამომდინარე, ძალიან დიდი მიწოდებაა, იმიტომ რომ ქარხნიდან პირდაპირ ხსნიან მაგ მაყუჩებს და ეგრევე ყიდიან კაპიკებში და ნუ მოთხოვნა კიდე არის ფაქტიურად ნული, რის გამოც ძალიან იაფად შეგიძლიათ eBay-დან თუნდაც გამოიწეროთ მაყუჩი. ეს მაყუჩი დაждდა 650 ლარამდე, თუ სწორად მახსოვს. თავის ტრანსპორტირებიან ამერიკაში შიდა ტრანსპორტირები ყველაფრიანად. დაახლოებით ხვდებით, ალბათ ეს ქართული ვალუტა არის ესეთი, როცა უმათხოვრებს, თორე რეალურად საუბარი არის, რა ვიცი, სადღაც 200 ევროზე. 200 რაღაცა დოლარზე, რაც მიხაური ფულით ჩათვალეთ, რომ არაფერი არა. მოდით შედარებით მაღალ ბრუნზეც ვნახოთ. შეიძლება ბევრს ისიც გონია, რომ მე მაგალითად ჩემი მეგობრები ასე გამოდიოდნენ ხოლმე ქალაქში და ჭუჭუების დატოლების ვარიანტში როგორ ჩვევიან ხოლმე სამწუხაროდ ბევრი. არა მარტო სპორტებით, ათასნაირი სხვა მოტოთი, სხვა სტილის და კლასიფიკაციის მოტოთი. ჩვენც ესე გამოდიოდით და რაღაცა სასწაულებს ვაკეთებთ. რა თქმა უნდა, არა. როგორც წესი, ნუ ეხლა დიდი ტრეკის მოყვარული არ არის, მაგრამ როგორც წესი, ფაქტიურად აი 100-დან ალბათ 95 ჯერ თუ მოტოზე ვჯდებოდი ხოლმე მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ჩემი მოტოზე დაждდება, იმსახურება ხოლმე იმას ხალხად გავიდე. მოდი მივატესტო. რამდენად მართავს ვამბობ. ეს შეიძლება არის პლასებო, აი რო გარეცხა და რო გონია რომ 15 ცხენი მოემატა, შეიძლება მსგავსი რაღაც არის, რო ვიცი უკვე რომ ეს მაყუჩი აყენია და ხმა რო აღარა აქვს ისეთი. მიჩვეული ვარ საკმაოდ ამ მოტოს და სხვისი მოტო არ არის, რომ ვერ მივხვდე და აშკარად მაგ განცდა, რომ შედარებით ჩენელებული არის. თუმცა ჯერ ხმას დაუბრუნდეთ. აი მართლა მარტო ის კი არ იყო, რომ ამის სიწივილი და კივილი იმდენად მომწონდა, რომ მაგას ვერ თმობდი. უბრალოდ ფიზიკურად აღარ ჩანვართ და
უკვე აი როგორც წესი დიდი ალბათობით აგენდობება რა. მაგრამ არის კიდე სხვა ნიუანსები გარდა ხმისა, ანუ მარტო ხმა არ შეიცვალა. ეს მაკუჩი, რომელიც მინიმუმით შეგვიძლია წონა დავადგინოთ თუ რა დაჟდა ტრანსპორტირება, რაც ასევე ვიდეოში ვაჩვენე დეტალურად, 13 კილოგრამი არის დაახლოებით. წარმოიდგინეთ 13 კილოგრამი რაიდერს, ანუ ძღოლს რო დაამატო რა, ანუ საერთოდ იცვლება სცენარი და აჩქარებაც და რავი, აი მაგ 1, 2 და 13 კილოგრამისთვის ადამიანები ოდიში და ტრაქზე იხევიან და ყველანაირ რა ვიცი, ვარჯიშის და კვების და მენტალურ და ათასნაირ რეჟიმში არიან და რაღაც სტანდარტი უჭირავთ იმისთვის, რომ აი ეს უპირატესობა გქონდეთ კონკურენციაში, რომელიც აშკარად დიდია MotoGP-ს გულისხმობ და World Cup-ს. აი, წარმოიდგინეთ ახლა უცებ ბრახტა შენი სპორტული მოტო, რომლითაც, ბუნებრივია, რომ იმითი ერთობი რო აჩქარება აქ ცეცხლივით, უცებ 13 კილოგრამი გრძნდება, ანუ საერთოდ იცვლება ყველაფერი. საკმაოდ დამაინტერესა იმ ამბავმაც, აი, ქართული მაკუჩის დაყენების შემდეგ დაპროგრამული ჩარევა ჭირდება იმას, რომ ეს ბენზინის წვის ჰაერის შეფქვევის და მერე აი ამ გამონაბოლქვის გამოსვლის პროცესში რამე ისე არ იყოს არასწორად, რომ ამან კიდე ზედმეტად შეუშალოს ხელი და ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე რაც ნახე არის, რომ სწორად მაგაკეთებული და სწორად არაფერი ჩარევა თითქოს მეტი აპირდება, თუმცა ჯერ აი საბოლოო ექსპერტის პასუხი ასე ვთქვათ არ მაქვს. რა თქმა უნდა ამას საბოლოოდ გავარკვევთ, მაგრამ აი ეს გაგუდვები და პერებოი რაც ეძახიან, რაღაცა ისეთი პრობლემური რაც შეიძლება თვითონ მოტოს შეატყო, რომ არაბუნებრივად იქცევა, ნამდვილად არ აქვს. და შენელებული ბუნებრივია ოდნავ, მაგრამ არის შეიძლება ვიღაცამ ვერ იგრძნოს, როცა ამდენი ხანია ერთი და იგივე საკუთარ მოტოსთან აქვს შეხება, მერე ბუნებრივია რომ ბეროთო რაღაც ხდები რა ვიცი სპორტული და ეგეც ფაქტორია რა. რა ვიცი, ვიღაცა შეიძლება არაფერს არ უწყვეტს, მაგრამ როცა სპორტულ მოტოს კიდევ რატომაც არა, გინდა ის ცოტათი უფრო მეტი ძალაც. მე მით უმეტეს საერთოდ არაფერს არ მიწყობს, იმიტომ რომ მე არანაირი კომპეტიშენში შეჯიბრა რა ქვია, სარბოლო მიზნობრიობით არც მიყიდია და არც ხმარობ და შესაბამისად ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რაღაცა პატარა სხვაობა ექნება თუ არა. მაგრამ რავი, რატო? ჩემი არის რამოდენიმე წამის აჩქარებაში უფრო ეფექტური რო შემილია ყოფილიყო ეს მოტო, იმიტომ რომ მე მაგ მოტოში ფული გადახდები და რავი, რატომაც არა, მარტო იმის გამო რომ ვიღაცამ კანონი ვერ მიიღო სწორად, იმიტომ რომ შესაბამისი უნარჩვევები და დრო არ იყო ან ნამუსი რო სწორად გაეკეთებინა და წავიდა და რაღაცა სისულელე თავის შემოშეცვალა. ეგ საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ მე არ უნდა მივიღო ის რაც საშის ფული მაგ გადახდილი და ის პაკეტი და ის აჩქარება, თუნდაც რაც თქვა სიტყვაზე მე ვიყიდე რა. ასევე კიდე ერთი ძალიან დიდი მინუსი ჩემთვის, როგორც ბლოგერისთვის არის, რომ აი საერთოდ არანაირი ხმა არ არის მის მოტოს ძრავის. იმ შემთხვევაში თუ სიტყვაზე მაღალ ბრუნშია ძრავი და შედარებით დიდი ხმა აქვს, ან მაინც არის, იმიტომ რომ მე უკვე თვითონ ხარი ხარავს, აი ზუსტად იგივე ეტაპი მაქვს ეს პერიოდია, რაც მაყურე შეცვალე და ისე ვაკეთებ, რაც მაგამდე მქონდა და აი ცალსახად იგრძნობა რა, აშკარად იგრძნობა, რომ ხარის შრიალის და ჩემი საუბრის მეტი არაფერი არ გეგონება, რომ რაღაცა noise reduction-ია ჩართული, აი მარტო საუბრის ხმას რო გამოყეთოთ, რომ ალამაზი ჩაფხუტი არის ნოლანის X804 ულამაზესი ჩაფხუტი. საფრთხეების კუთხითაც, ბევრი სხვადასხვა მიზეზის გამო, უბრალოდ წამგებიანი არის მოტომოყვარულისთვის, ამ სფეროს მოყვარულისთვის. აი ეს რაღაცა უაზრო კანონი, რაც მე რომ მკითხოთ საბოლოო ჯამში ესე შევაფასებდი, რომ ან რაღაც ვერ გათვლილი და უცოდინრობიდან და შეუგნებლობიდან გამომდინარე დაშვებული ძალიან გოიმური და არასწორი ნაბიჯი იყო და ძალიან დიდი შეცდომა იყო, ან პირიქით ძალიან კარგად ხდებოდნენ, რაც საკეთებდნენ უბრალოდ რაღაც ფულის გაკეთებაზე ჯარიმებიდან ან მოროტებაზე მიმართული, აი წინასწარ განზრახული რაღაცა ასევე უგემოვნო, მაინც არაფრით არ გამართლებადი შეცდომა რა, უბრალოდ ძალიან დაშვებული შეცდომა, რაც ეხავს მაგრად, მაგრამ ესაა ჩვენი რეალობა. ამაში ვცხოვრობთ, ლამაზი უნდა ჭირდებოდა ეს გამოსვლა, იმიტომ რომ გარემო არის ულამაზესი და ძალიან სასიამოვნო არის თვითონ ეს პროცესიც რო გამოდივარ
უსწრებიებოდი ხოლმე ხშირად. ხო და ყველაფერს რო თავი გაანებო, უბრალოდ ზარალიანი, არაფრის მომცემი და შემაწუხებელია და ბევრად უფრო საფრის შემცველი ყველასთვის. აი ესეთი უაზრობა რამაც შეიძლება მთავრობის უბრალოდ რამოდენიმე მილიონი ლარი დაწეროს ჯამში, იმიტომ რომ უამრავი ადამიანი დააჯარიმეს და აი რა მიზეზებით დააჯარიმებდნენ ეგ საერთოდ ღრმა ჩაიხედავთ ეგრევე მიხვდებით და არც ის არ გონია აი ვიღაცები იზახდნენ რომ აი რა ქნან ძმაო 100,000 კაცს აწყენინეს და 5 მილიონი პირიქით გააფარეს და რავი სწორი პოლიტიკური სვლა იყო და რაღაცა აი მაგას ვინც იძახით აი წარმოდგენა არ გაქვს საერთოდ არაფერზე და მთელი ცხოვრება დარჩებით ეგეთ სევდიან ვიღაცას მიკედლებულ საკუთარი თავის იმედად ვერავნოს იყო საცოდავ ადამიანებად, იმიტომ რომ აი რა ვქნა ძმაო პოლიტიკა ეგრე მუშაობს და ანუ პოლიტიკა რო ეგრე მუშაობს შენ არ გინდოს რომ ყველაფერზე უნდა თავი დახარო და ყველაზე მთავარი რაზეც გული წდება ვიდეოს ბოლოს აი გამორიცხული არის რომ ეს ვერ შეამჩნიოთ თუზე ექსექციერი ყავს მე 10 თაობის ანუ უბრალოდ დააკვირდით გადართვის ხმას ამ მოტოებს აქვს ფიქსიფტერები ანუ კონუსის გარეშე იგივე ცეკვენის გარეშე იქნება შემდეგ სიჩქარეში და დააკვირდით ხმას მანამდე რანაირად ის მოდახოვდა კლიპერი ხმა და ეხლა რა საერთოდ არის ის მთელი მუღამი აი მთელი ის ბედნიერება რაც მოტოს აქვს ტრაკიდან გამოაცალეს აი რამოდენიმე თანხმოვნიანი გადარქვა აღარ აქვს, უბრალოდ ტონალობა იცვლება, რაც ნუ აი რა. აი ZX XR-ი რო ყავდა ქართული მაკუჩი რო გიყენია, რავი, ეგ რო სამყურაგანად ვინმეს მოუწვე. მაინც სასიამოვნო ამბავი მოკლედ არ არის რა. საუკეთესო სცენარი არ არის ამ ხელა. ვთქვათ, ესეთი მოტოსკოლა და ესეთი მაკუჩი ციარული. რავი, ძალიან დიდი რო გითხრათ რომ დიდად იმედი მაქვს თქო რომ რაღაცას ადეკვატურად გააკეთებენ, არა, სიმართლე გითხრათ ეჭვის არ მეპარება რომ რაღაც იდიოტობა იქნება მერე შემდეგი ეტაპი აი ხო რამოდენიმეჯერ გადადეს ჯერ იძახდნენ რომ სექტემბერში იქნება აი აგერ მე და აგერ თქვენ დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები იმ იანვარში ან საერთოდ არ შემოვა რაღაც ამბავი და ისევე საერთოდ იქნება ჩამოყალიბებული რომ პატრონების მოწამს შეძლოს რომ უბრალოდ როცა მომდება გადაიყვანოს შენი მოტო და ამას ალბათ ამუშავებენ ხოლმე როცა რაღაც მომენტში ვერ შეცვლდება ჯარიმების გეგმა ან რაღაც მსგავსი ან თუ რაღაც კანონი შემოვა ის კანონიც დიდი ალბათობით არ იქნება ლოგიკური და ისეთი როგორიც თქვათ აი სამართლიანად შეიძლება რომ დაადგინო მაგალითად დასაშვები ხმის დონე თუნდაც თორე ხა მაგაზე ყო არ დაო მაგაზე ყველა თანხლები რომ ხაჯობა არის ეს ცილოკივი შუაღამის დრავების გინა მანქანის გინა მოტოს გამოსწორება და გინა მშენებლობის რატო გახსოვდა ავიწყდება სამშენებლო და არ ვიცი თუ გახსოვთ მელიქიშვილის გამზის რო აკეთებდნენ და შუაღამე რო იყო ხოლმე სულ სამუშაოები და მითრო იყო რომ დაგვაძინეს რაღაც თუ მართლა ეგად არ დებს იმეს რომ ქალაქში გარემო იყოს ისეთი რომ ყველა ყოფილიყო დინოს თავი აი ესეთ გარემოში როგორიც არის ახლა ვიზუალურად მთელი საქართველო, იმიტომ რომ შემოდგომა საქართველოში დაუჯერებლად ლამაზია. უბრალოდ უფასო ნარკოტიკი არის, მოტოთი რო შეგიძლია გამოსვლა და აი ესე გართობა რა. უსაფრთხო უჯარიმო სასიამოვნო გადადგილებას გისურვებთ და შეხვდებით ძალიან მალე. ხო და მანამდე კომენტარებში დამიწერეთ თქვენ მოტოსაც თუ აქვს აი ესეთი მასიური სხვა და საერთოდ როგორ ისმო და ძრავის სხვა თუ მოგწონთ ეს ეტაპი, იმიტომ რომ თუ არ მოგწონთ რაღაცა სხვა უნდა მოვიფიქრო კიდე რომ უფრო კარგად გავახმოვანოთ, ანუ ჩავიწეროთ ძრავის ხმა. დროებით.